ეს იმიტომ რომ ბავშვი მიჭირავს ხო ხნახელში კადრში არ ჩანს, მაგრამ დედიტო ვაიმე, კადრში შეიძლება არ ჩანს, მაგრამ ანუ მე პარალელურად ველაპარაკები ნუკის FaceTime-ით და ჩემთან ჩანს მხოლოდ შია და ისევ მთელი ეს პოდკასტი იყო და რა გინდოდა რა თემა გვაქვსო დღესო ეს უნდა ვილაპარაკოთ ხო, იმიტომ რომ ესე თვალებში მიყურებს ზუსტად ახლა და შოქშია რა ხდება ხო? დღევანდელი ჩვენი თემა არის შური და შური. ოღონდ აი შური ისეთი რაღაცა ბანძიგაგებით კი არა რომ აი შორეული კი არა. შორეული კი არა, მეგობრებში შური, საკუთარ თავში შური. ანუ აი ხო არის ზოგჯერ რომ ვერ აკონტროლებ და რაღაცის გშურს. და ძალიან ნერვები გეშლება საკუთარ თავზე. ეგ ვარიანტი არსებობს. არსებობს ვარიანტი, რომ საკუთარ თავს თვალს ცემ, როცა შენივე გშურს. ვაიმე რა კარგად მაქვს რაღაცა და მე უცბად ყველაფერი ცუდად მინდის. ეგეთიც ხო ყოფილა. მოკლედ განვიხილოთ, გავიაროთ. ბუბუ, თქვი შენი ქურდული სიტყვა. ჩემი ქურდული სიტყვა, არ ვიცი. აი ეს რა ლამაზი რაღაცა გესვია. ნეტა რა მესვია. girl. კაი არა, რეკლამებს არ ვართ. ნუკი კოსმეტიკს არ დაუფინანსები ეს. შესაბამისად, არ ვიტყვით რა გისვია. არ ვიტყვით. არ გავაბაზრებ gatekeeping-ი. ხო და ეხლა აი შენ რაც ახსენე რომ აი ყოფ ჩემი თავი დამჭერია რომ ვიღაცის მშურს და არ მინდა რომ მშურდეს და ბერჯა მქონია სხვათა შორის. უფ, მეც. აი ძალიან ხშირად, ოღონდ აი ხშირ შემთხვევაში ეს არის ხოლმე ვიღაცის წარმატებაზე რა, ანუ ვიღაცა რომ ჩემო მეტი რის უნდა გშურდეს. ნუ არა ზოგს შურს რაღაც ურთიერთობისთან რაღაც ისე მე მაქვს ხოლმე ზუსტად აი ჰოლივუდის ვარსკვლავებზე რომლებიც აი 20 წლის არის და აი უკვე რაღაცა ის სტარია და რაღაცა მაგაზე აი წარდები ხოლმე რომ აი მე რატო არა ვარ და რატო სიგამხტრეზე და რაღაცებზე არ გშურს ხოლმე აი ვიღაცა რომ ძალიან ой სიგამხტრეზე მშურს ხოლმე კი რა თქმა უნდა მაგაზე დამოვიწყე არასდროს ცხოვრებაში და დარწმუნებული ვარ რომ შენც ანალოგიურად არასდროს ცხოვრებაში არ შემშურია სხვისი ფულის ალბათ არც მე. აი არასდროს არ მქონია რომ აუ იმას იმდენი ფული აქვს რომ მეც მინდა. ყოველ შემთხვევაში აი არ მქონია ხოლმე ძალიან ხშირად გამიგია სხვებისგან რომ მაგას ფული აქვს რა უჭირს თუ რაღაცა რა ამიტომ არასდროს არ მქონია არც ეგ. აი სულ ეხა ვიღაცას თუ ფული აქვს იმას საიდანღაც აქვს ეგ ფული და სადარწმუნებული ვარ პროსტა ესე ანუ არ დაეცათ. არა, ჯერც ერთი საიდანღაციდან აქვს. მეორეც ერთი რა შენი ტრაკი საქმეა. მესამეც ერთი აი სხვისი ფულის დათვლა ძალიან არ მიყვარს. და მგონია რომ ვიღაცას თუ აქვს რაღაცა საშუალება, ღმერთმა შეარგოს. ახლა არ აქვს მნიშვნელობა თავისით იშოვა დედამ უშოვა კაცმა მისცა თუ რა იმითი აქვს. კონდეს ამისი არ შემშურია. თუმცა მოდი ახლა დაუბრუნდეთ თვითონ თემა შურს, ხო, რისგან ჩდება შური? შური არის რაღაცა ჩვენში, ნუ ყოველ შემთხვევაში ის შური რომელიც გულისხმობს რომ ჩვენ გშურს ვიღაცის ეს დედიტო შენ ეხა გშურს იმათი ვისაც ზძინავთ. შური რეალურად მოდის აი რაღაცა ჩვენი შინაგანი კომპლექსებია, ხო? აი რაც ჩვენ გვინდა რომ გამოგვივიდეს და ჩვენ არ გამოგვივიდა, სხვას რო აქვს ეგ შურს. ეს სხვათა შორის ძალიან ჯანსაღი შური. ანუ აი კი ეგ არის ჯანსაღი. არა ჯანსაღი არის, როდესაც უბრალოდ გინდა რომ თავზე დაგეცეს. და აი მეც ვერ ხსნის სწორად. არაჯანსაღი შური არის, როგორ იცი? აი უბრალოდ რო ზიხარ ტახტზე არაფერს რო არ აკეთებ და ყველაფრის რო გშურს სხვას რო აქვს. ხო, ეგ არაჯანსაღად ჟღერს. თუმცა ალბათ სიგამხდრის შურის იგივე ლოგიკით არაჯანსაღია, იმიტომ რომ ალბათ. ჭამდა. არც ვერ გადავწყვეტ, ბავშვი რატომღაც მივდიოდი იმისკენ, რომ აი შური ძალიან ჯანსაღი თემაა და ეხა მივხვდი რომ ანუ არა. ალბათ არ არის ჯანსაღი. არა, ანუ ხო, მაგრამ ადამიანები ვართ და ზოგჯერ ხო გშურს, ანუ რა უნდა ხო, ვერ გაიქცევი ამას რა, უჭველი მაინცა და უკაცრავად. ბოდიში სიგამხდრეზე რომ ლაპარაკობდი, ძალიან მშიოდა და პიცა მქონდა გამოძახებული. ეხა პიცა უნდა ჭამ. მაგათ მოვაბურთხე. პიცა უნდა ჭამო ეხა, ანუ აი დორბლები. კარგია. მეგობრებმა მირჩიეს რაღაცა კრუასანის ცომზეების პიცა და ანუ გავგიჟდები ხა. არ ბავშვი წტირის მე წტირი უკვე მუკბანგი რო არ გამომივიდეს.
არ იმას ვიზარდო. არა, ჩაკბიშე და ჩემს სახელზე ერთი წელი ჩაკბიშე. ძალიან მომინდა, ხა იცი როგორ მომინდა. იცი როგორ გამიხარდა, მაგრამ მითხარი ისემშია ცუდათო. აი ძალიან. აი, მაგრამ ანუ ეს ხო რაღაცა შინაური გადაცემა არის რა და. ხო, ჩვენ არ სპონსორი არ ყავს, არც ის არ ყავს. მე ხა ძილის ვაჭმევ შენ ჭამე. შენ კრუასან ხერხულება ხომ ესე კამერაზე. რაღაცა ესე შეჭამ. გოგრდა შენ შიგამხტრე, მაგრამ ხო, ძანგამელი ხო? აუ ძალიან მინდა ეხა რა უბედურება. აჰა. აი მომეც. food station-ი და გამოიძახე. სად გამოვიძახო ნიუ-იორკში რანა გავიხარ ბუმო ეხა. აი სად გამოვიძახო food station-ი ქვია სად გამოვიძახო ნიუ-იორკში food station-ი. კომ? გავაგრძო სასმენს უნდა გამომედახო. ნერვებს მიშლი. ანუ ბავშვი თავს ვერ აშორებს ამ ქალს რომელიც. აი, გავაგრძო. არ ვიცი, ანუ იმაზე გავჩერდით რომ ვერ გადავწყვეტა ჯანსაღია თუ არ არის ჯანსაღი ეს შური. მე იმას ვამბობ რომ ანუ შანსი არ არის რომ არ გშურდეს. ანუ იმიტომ რომ ადამიანში რაღაცნაირად ეს დევს და ანუ ტყვილი იქნება რომ. ხო, მეც მგონია რომ ხალხი რომელიც იძახის რომ არა მე არაფრის არ მშურს არის ანუ რატო ტირის ბავშვი ფონზე პოდკასტის ეგეთი რამე კი ნახავთ. ძალიან კაი გადაცემა გო მე ვჭამ ეს აძინებს. მომშვიდა მე დიეტაზე ვარ ხოთშეს. შენ კაი გოგო ხარ ჩემგან გასყვები. გავაგრძელოთ. ხო, გავაგრძელოთ. შური, აი ახლა ხო, ნუ ახლა ის რომ შემშურდა რომ ვჭამთ, ის შემშურდა რომ გამხდარი ვარ, ხო, ვერ გადავწყვეტეთ რა არის ჯანსაღი და რა არის არაჯანსაღი. არა, მე ბოლოს თქვი რომ აი დაქალებს შორის შური რო არის. ხო. მე შემხვედრე ესეთ შემთხვევა რომ ანუ არ უყვებიან ერთმანეთს, აი რაღაცა პრობლემა რომ აქვს მაგალითად. მე რო არ მოვუყვე ჩემ დაქალს, რომ ანუ მის თვალში არ გამოუჩნდა უფრო ბანძი ვიდრე წარმოვაჩენ ჩემ თავს. აი ეს ხო შურის ამბავი რაღაც პონჩი, ანუ შურს იმის და არ მინდა რომ აი მასთან შედარებით. აი იმიტომ სხვა ხსნას ვერ ხედავ, რატო უნდა მოვუყვე ჩემ დაქალს ჩემ პრობლემა. რა საინტერესო კუთხე დაინახე გამოვე. ანუ შენ ფიქრობ რომ როდესაც ვიღაცის სტატუსი უფრო შენზე მაღალი მიგაჩნიან, ვიღაცის ცხოვრება შენზე უმჯობესი არის, გონია რომ ეგეც შურის ნაწილია? ხო. და ამიტომ მე რაღაცას არ ყვები და მარტო კარგს ყვები და რაღაცა. ნუ კომპლექსებიც ხო შურს იმაშვება რა ქვია, ბადებს თუ რაღაცა. კი, კომპლექსები შურს ბადებს ნამდვილად. არ არსებობს მე ვფიქრობ. ნუ არა, ის რომ ადამიანი არ არსებობს, რომელსაც კომპლექსები არ აქვს, ეგ ცხადია. მაგრამ ხო, ალბათ შურიც ახლა რაც არ უნდა, ახლა ჩვენმა მაყურებელმა თქვას, რომ ვიმე მე არასდროს არავის არ შემშურია, მგონია რომ ღრმად რო ჩაიხედოთ გულში, რაღაცის მაინც შეგშურებიათ. აი პაწაწინა სისულელის მაინც აი ჭამს და არ სუქდება. რა ვიცი, მე ეგრევე ჩააბარა გამოცდა და მე ვერ ჩავაბარე. რაღაცა სისულელების აუცილებლად შეგშურდებოდათ. კი, პაწაწუნა რაღაცები არის, რომელსაც ყველას გშურს, მაგრამ არის ეს პაწაწუნა რაღაცები და არის რაღაცა მასშტაბური, რომელიც უკვე გადადის არაჯანსაღში. აი რა შენ ეს არაჯანსაღი. მოდი. აი გადავწყვეტეთ, რომ აი გადავწყვეტეთ, რომ ეს პატარა რაღაცები არის ჯანსაღი და მოდი ვთქვათ, ახლა რა არის არაჯანსაღი შენ. არა, ნახე. მე ვფიქრობ, რომ ეგეც არაჯანსაღია. პაწაწინა რაღაცა. პატარა შურები? კი. არა, მე ვფიქრობ, რომ ჯანსაღია. შანსი ადამიანი იყო და გშურდა შენ. შიგნიდან გჭამს. აი ეს პაწაწინა შურებიც შიგნიდან გკვნიტავს და ნაწილ-ნაწილ გართმევს რაღაცებს. იმიტომ რომ ნახე, შენ რო აი შეგშურდება იმისი, რომ ის ჭამს და არ სუქდება. მე შენ თავს აძლევ უფლებას, რომ შენ ჭამო, იმიტომ რომ ნუ რა ვქნა, მე ხო არ გამიმართლა ისე როგორც ყველას. აი რაღაცნაირად ჩვენ ადამიანებს გვაქვს ჩვენი ცხოვრება. ყველა ადამიანს შენ გაქვს შენი ცხოვრება, მე მაქვს ჩემი ცხოვრება და ერთხელ რო იძახიან, რომ ერთხელ გვაქვს ცხოვრება, ეგრე არ არის. ერთხელ კი არ ცხოვრობთ ყოველდღე, ვკვდებით ერთხელ. ამიტომ აი ყოველდღიურად ჩვენ უნდა რაღაცა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესო გავხადოთ, კარგი გავხადოთ, ვისიამოვნოთ და ერთი დღეც კი ჩვენი ცხოვრების, რომელიც იკარგება რაღაცის შურზე, ამაზე, მე ეს პირამიდასავით მგონია, რომ ედება ჩვენს წარმატებას. აი წარმატებაში რას გულისხმობ ხალხო, რაღაც კარიერულ წარმატებაზე კი არ მოგსაუბარი. წარმატება ყველაფერში, იქნება ეს რაღაცა პირადი ცხოვრება, პირადი ბედნიერება, პირადი სილაღე და სიხალისე, ყველაფერი ითვლება ამაში და აი ეს ესე ნელ-ნელა, აი პაწაწინა შურებით
აბანძებს ჩვენს ცხოვრებას და მე ვფიქრობ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც დაიჭერ საკუთარ თავს, რომ რაღაცის შეგშურდა, კი არ უნდა თქვა, რომ ეს რაღაცა ჯანსაღია და ოკ. ნახე როგორ დავიწყე გადაცემა, რომ ეს ჯანსაღია თქო და სად მივედი. შენივე თავს მე შევეწინააღმდეგები ხომ? შევეწინააღმდეგები ხომ, მაგრამ რა გინდა შევეწინააღმდეგები? შენ ვერ შეგეწინააღმდეგე, შენ ჭამ და სამე მოჩი. ხო და ჩემივე თავს შევეწინააღმდეგე, იქამდე მივედი ამ ლოგიკით, რომ არ ვარ. ხო. უნდა შეეწინააღმდეგო საკუთარ თავს და არა. ბოლომდე ვერ გეთანხმები, მგონია რომ რაღაცა დონით ვერ ვიტყვი, მაგრამ შეუძლებელია რომ ადამიანს არ გშურდეს. აი, უბრალოდ ფიზიკურად მგონია რომ შეუძლებელია არ გშურდეს ადამიანის. ნუ აი შანსი არ არის, აი და რო იმუშაო ამაზე და არ გშურდეს. მე მგონია რომ აი უნდა აღიარო რა შენ თავში ეს რაღაცები, რომ არ გჭამდეს, უბრალოდ უნდა შეეკვე. პირიქით აი ეს თუ მოხვია შენ თავს, რომ ძალიან ცუდია რომ მშურს და ამაში დაიგრუზე და რაღაცა უფრო ცუდია. პირიქით უნდა იყო რა, ხა მშურს რომ გამختარია და მშურს მე ეგრე არა ვარ, ნუ უნდა გავხდე. ის კი არა რომ მე ეგრე არა ვარ და მოდი ვჭამო. ხო, მაგრამ ხო, ყველა სხვადასხვანაირი ფსიქიკა აქვს, ყველა შეიძლება სხვადასხვანაირად წაიღოს ეს ამბავი. მესმის, მაგრამ ნუ აი ეგ არის ახლა თერაპევტი დადიან ხოლმე, ეგ არის რომ მაგას მიაღწიო, რომ ანუ მიიღო შენი თავი როგორც ხარ. თავისი შურიანობით? მე კიდე მგონია რომ თერაპიაზე როცა დადიან, იმიტომ დადიან რომ რაღაცნაირად იმუშაონ საკუთარ თავზე და ანუ უბრალოდ ესე შევეგუო ბრმად ყველა ცუდთვისებას რაც. ანუ ახლა ალკოჰოლიკი ვარ და ალკოჰოლიკი ვარ, რა ვქნა, უნდა შევიყო ჩემი თავი ისეთი როგორც ხარ. ხო, მაგრამ ანუ პატარა არა უშავს ახლა. მოგიპარე და მოიპარე ხლა, დიდი ამბავი. ეხლა ეგეთი უნდა შემეყვარდეს ჩემი თავი, ქურდი. გაჩერდი? ანუ, ნახე მოვყარე და მოვყარე. გაჩერდი. უყალატე და უყალატე. პატარა შურები არ არის ეგეთი ცუდი რაღაცა რა, ანუ სამუშაო იქნება, როდესაც ანუ ისე გშურს, რომ მე რაღაცა აი ვაფშე ცუდ რაღაცებს აკეთებ მაგის გამო რა, ხო ყოფილა რომ ვიღაც ცუდ რაღაცებს აკეთებ, ეგ ძალიან სხვაგან, ანუ სხვაგან წახვედი კი არა, იქ ხარ, მაგრამ ძალიან შორს წახვედი, ეგ უკვე ყლექალა ხარ დამძვარ, მაგრამ მე ვგულისხმობ როგორ გაიხარა ამით YouTube-ით ხალხ რომ ვინმე ხედავთ აი ამდენი წელი ვერ იგინებოდა იმას რა ქვია ტელევიზიაში და სოციალური ქსელი რაც გაჩნდა თქო გავიხარე რა იმიტომ რომ ტელევიზიებში ხო იყო სულ რომ აი ან კოცი ხარ ან ნაცი ხარ ან ისა ხარ ან ესა ხარ და სოციქსელში შენ ხარ რა ანუ შენ თვითონ რასაც გინდა იმას ქადაგებ და ვისი ამოვნე მაგითი რომ გაჩნდა თავიდან სოციქსელები აი მაგარი ამოვისუნთქე რომ არ უნდა ვინერვიულო რომ ვიღაცას რაღაცა არასწორად არ თქვა და უფროსმა არ მცემოს კაი, დავბრუნდეთ თემას. შენ ჯენზე ხარ, შენ თავიდან თავისუფლებაში ხარ დაბდებოა. დიახ. ხო და არაჯანსაღი შური მგონია რომ არის რომელიც აი გჭამს და სუმაგაზე ფიქრობ, ანუ ახლა მე რო 24 საათი ვფიქრობდი რომ მე რა გამختარია და აი დასაბამი გავხდე, აი ეგ არაჯანსაღი იქნება ეს და მეორე იქნება არაჯანსაღი პროტეინი რო ჩავუყარო ხოლმე რომ გასუქდეს. ანუ აი ეს ორი არაჯანსაღი იქნება და ერთხელ რომ გავიფიქრო აი მე რა გამختარია როგორ მშურს და მე გავაგრძელო ჩემი ცხოვრება, მგონია რომ არაფერი ამაში არ მომხდარა. ცუდი. ხო, მაგრამ რას გაძლევს შენ? აი კაი, დავიკიდეთ ეს გახთომის ამბავი შევეცით ამ გახთომას და ну მაგალითად მაქვს მოტანილი უბრალოდ მე გეუბნები რომ აი მაგალითად რო თქვი რომ ჰოლივუდის ვარსკვლავის მშურსო რომელიც 20 წლის არის და უკვე ძალიან ბევრს მიაღწია. რას გაძლევს ის რომ შენ თავს ეუბნები ჯანსაღია ბუბუკა ეგ არა უშავს გშურდეს ზენდა მოტივაციას შეიძლება შემშურდეს და უფრო მოტივირებული ვიყო რომ მე როგორ მშურს ამ გოგოს ახლა მე მეტი უნდა ვიმუშაო რომ მეც მოვხდე ჰოლივუდში მაგალითად ეგ ზღაპრები მოუყევი ბებიაშენს იმიტომ რომ მოტივაცია შურისგან არასდროს არ ყოფილა მე არ მგონია რომ ვიღაცას დედამიწაზე შეშურდება ზენდეასი რომ უიმე როგორი რატო გადავეკიდე მაინც იმას ვისი სახელის თქმას მიჭირს ვიღაცის შეგშურდება და იძახი რომ აბა ეხა შენიცი აბა დედიკო შენიცი ეხა აბა ნახე ზენდეა რა ყოჩაღი გოგოა და ეხა შენ კიდე უფრო არა ადამიანი იჩაგრავ მაგითი თავს და იწყებ ფიქრს იმაზე რომ აუ ანუ აზრიც აღარ აქვს აწიც დას იმიტომ რომ ის 20 წლის არის ყველაფერს მიაღწია მე კიდე 25-ის და ჯერ ვერაფერს და რაღაცნაირად იბრიდავ თავს როცა ეს არ არის შენი ისტორია ყველას აქვს თავისი პირადი და ყველას სხვანაირი ის უნდა ქონდეს სულისკვეთება. აი ნახე ერთი და იგივე რაღაცას შეგვიძლია შეხედოს სხვადასხვა მიდგომით რა ანუ ამაშია საქმე რომ ყველა ადამიანი სხვადასხვა ფსიქოტიპის არის და ყველა სხვადასხვანაირად მიდგება და ნახე თუ რაღაცა პატარა პროცენტულობას შეიძლება რომ ეს პაწაწინა ჯანსაღი შურები მეორე ხელი არ მაქვს უბრალოდ ბავშვი მიჭირო
ჯანსაღიშურები რაღაცნაირად ადეკვატურად გამოიყენოს და სამოტივაციოდ 80%, არის მანამდე რამდენი პროცენტი ვთქვი, 80% ძალიან ცუდად წაადგება. ამიტომ მე მგონია, რომ იმის თქმას, რომ უი რა ყოჩაღი ხარ, არა უშავს ეს ჯანსაღიშურია, ჯობია რომ იმუშაო ძალიან აქტიურად იმაზე, რომ არ იყოს ეს ჯანსაღიშურები საერთოდ და თქვა, რომ აი როგორც კი დაიჭირს საკუთარ თავს რაღაცის ქშურს, აპ შემოილაწუნა. აპ არა. ჩვენ არ გქშურს არაფერს. არა ზღაპრებს ყვები? არ ვიცი. Ja ვიცი. ბოლოს რისი შეგშურდა? ბოლოს რისი შემშურდა? მე მგონი მე მართლა იმდენ ჩაციკლული ვარ ამ სიგამხდრის თემაზე, რომ ალბათ ვიღაცა ინსტაგრამზე ჩავქოლე და თან საშუალოდ ლანძღავ ხოლმე ამ გოგოებს, რა მოდელებს რო გიგდებს, უცხო ხალხს რა, ანუ ინსტაგრამზე ძალიან გამხდარს და რასკავს რაღაცას აკეთებ ხოლმე და სკროლავ და ეს ხუჭული ჭამს რამდენსაც ვაკეთებ და სკროლ რამდენსაც უნდა იმდენს ჭამს და მაინც გამხდარია, აი ეგ არის ჩემი შენ თავი. დაბერდები ისეთი საყვარელი ქოფაკებებია იქნება შავი მიწა და გაყარა იქნება შენი flying phrase რა. ანუ ერთი სული მაქვს იმას და სადარბაზოსთან დავჯდა იმით ჯოხით და ხალხს ჩამარტყა ხოლმე ვეხებში. შენი ფლექსი იქნება წელა. ძალიან კომპაქტებია იქნება ნამიწოდი. შენ ძალიან კეთილებია იქნება. ყველას რო აჭმევს, თუ რაღაც დაძდევს და რაღაც ისტორიებს უყვება, ეგ იქნება. არა, არავის არ ვაჭმევ. არა მგონი ეგეთი ბებია ვიყო, რომ ყველას ვაჭმევდე. მაგრამ ისტორიებით ალბათ ძალიან შევაწუხე. იმიტომ რომ როუთრები პირველი რას ვაკეთებ, ახალგაზრდობაში მე რომ ახლა ცეკვავენ ვარსკვლავებში, ახლა ეს რომ ყვები. აი მიახლოებით მაგას ვიზამ ალბათ მე. კაი, და საკუთარი თავის თუ შეგშურია. აი ეგ როგორ? აი ძალიან მარტივად. აი ხა ცეკვანვარსკვლავებზე გამახსენე. აი საკუთარი თავის მე შემშურებია, რომ აი რაღაცა რო გაგახს ცეკვანვარსკვლავი კარგად იყოს, მაგრამ აი მქონია მომენტი, რომ შემშურდა. აუ გახსოვს, აი ის რო გავაკეთე რა ყოჩა, აი რა მაგრა გამოვიდა და აუ რა და ეხა რატო აღარ გამომდის რაღაცა. აი ხა მაგალითად ცოტა ხნის წინ დავიჭირე ჩემი თავი, რომ შემშურდა, როცა აი ხა ზუსტად მაგალითს გეტყვი რა, რომ დავრბოდი 2022 წელს ძალიან აქტიურად, აი მარათონიც რო ვირბინე და ვიკა, ჩვენი ბალერინა ვიკასთან ვარჯიშობდი. აი ძალიან მარტივად გამოდიოდა ყველაფერი. ეხა ისევ დავიწყე სირბილი და ვიკასთან ვარჯიში და არაფერი არ გამომდის. სირბილიც არ, ანუ 10 კილომეტრს დავვრბოდი ხალხო, 10 კილომეტრს და ეხა 2 კილომეტრში მკვდარი ვარ და ვიკას ვაკეთებდი საათნახევარი და ეხა 15 წუთზე ვიბრიდები და ჩემი თავი შემშურდა, ხო, აი მქონდა ის მომენტი, რომ ძალიან შემშურდა, რომ აი როგორ შემძლებია მაშინ და როგორ გავუშვი ხელიდან ეგ მომენტი, ან როგორ მივუშვით საკუთარი თავი, რომ აი ეგ შემშურდა, ხო. ან როცა გამხსენებია, რომ აუ ძალიან რაღაც, ხო იცი, მიეწყო რეკლამები ის 20 წლის ვიყავი, ბევრი ფული ჩამერიცხა, წავედი სამოგზაუროდ და ვხარჯე და ეხა ვარ სამოგზაუროდ და ეხა არა მაქვს ფული, შემშურდება ხოლმე ჩემი აი ძველი თავის, რა აუ რა კარგი იყო, რომ აი არა არ ქონია? მე მგონია შენც გქონია. ალბათ პიცა. რა თქვი? Station food. თუ რა თქვი, რა ქვია? Food station. Food station. Food station თუ უნდა დაგვასპონსოროს. არ ვიცი. ვინმე მაინც. მე შვიდაც და ამ გადაცემაში. კრუასანის პიცამ დაგვასპონსოროს ჩვენ შაურმა აქვთ. ხანა. კი. ხოდა. ეს არის რა ქვია. აუ ხა აზრი დამაკარო. ხა. საკუთარი თავის თუ შეგვიძლია. ხა, ალბათ მქონია უბრალოდ აი შური არასდროს არ დამირქმევი ამისთვის, აი რაღაცა. ხა აბდექით და დავარქვით ჩვენ, აბდექით და გადავწყვეტ. იჟი გოგო ხა. This is შური. ან რაღაცა მქონია, მე უფრო რაღაცა იმას ვარქმევდი ამას, აი მელანქოლიას თუ რაღაცა არ ვიცი. ეს არის შენი ღბული შური. ლამაზად გამოპრანჭულ შურს ქვია მელანქოლია. არა, ხო, ნუ ალბათ რაღაცა სხვა არის. იმ პოდკასტების შურს მილიონობით ნახვები რო აქვს? არა, მე ჩემი პაწაწინა პოდკასტით ძალიან მომწონს და სპონსორებულიც რო არ არის და იატაკზე რო იმაშები ვიღებ. იატაკზე ხარ ახლა? კი. ყაჩახ და მე ძუძუ მაქვს ამოგდებული ახლა და ბავშვი. ისე მაინტერესებს როგორ გაქვს დაყენებული კამერა, ისე რომ მოჭრილია? თესლად.
გიჟი გოგო. შეგშურდეს ჩემი სკილსები ზოგა. შურ შენი. ჩვენ უკვე ეს პოდკასტი სად გადაიზარდა, აი ჩვეულებრივად სამზარეულოს საუბრები. უკვე ეს ხო, ანუ უკვე რაღაცა იმდენად შინაური ჩვენი face call-ის ის არის ჩაწერა რეალურად და სავანო. რასაც ვლაპარაკობთ ისე კადრს გარეთ, უკვე მაგას უშვებთ YouTube-ზე და მე მგონი მე და შენ მგონია რომ არც არავინ არ უყურებს ამას და რასაც გინდა იმას ვიძახით. შეგრძნება არის, იმიტომ რომ აი ჩვეულებრივად FaceTime-ით როგორც აი ყოველდღე ველაპარაკები, ნუ კი ხანდახან კამერას ვთავთ ახლა. გუშინ მყავდი შიო დატოვებული ესე FaceTime-ი, ზუსტად ესე ველაპარაკებოდა, აი ზუსტად იგივე ტექსტი მიიღო. This is true. შევაჯამოთ შურის ამბავი. საბოლოოში აღმოჩნდა რომ მე და შენ გაგვეყო აზრები, შენ გადაწყვეტე რომ გაგვეყო აზრები, ვერ ჩამოვყავთ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ჯანსაღია შური თუ არ არის ჯანსაღი შური? მე მგონია რომ შურის გარეშე შეუძლებელია უბრალოდ. ნუ კი ფიქრობს რომ უნდა ამოაგდო ეს ყველაფერი თავიდან. Yes. მე ვფიქრობ რომ უნდა ვიმუშაო. მე ვფიქრობ რომ ცხოვრება არის დიდი გზა, რომელშიც უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე. შეგიძლიათ დამიმონტაჟო რამე ის რა ქვია, პოეტური საღამოების ფონი. ხო, მე მგონია რომ ეს ცხოვრება, ერთი ცხოვრება, დიდი გრძელი ცხოვრება, უნდა გავიაროთ იმაში, რომ ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, რომ ბოლოს აი ამ ზეინს მივახციოთ, სადაც არც გშურს, არც გვაწუხებს, გვაწუხებს, შური გვაწუხებს, არ არსებობს რომ შური იყოს სამოტივაციო, მე ასე მგონი. Swims, არც თოვს, არც დარია, რაღაცა ეგეთი იმაში თქვენ. აბდარია, დარია. კაი, მაგრამ ნუ ყველაფერი ჩვენში რჩება, თქვენ გაგვიზიარეთ აზრი თქვენი, როგორ ფიქრობთ? Yep. რატომ? ასე დაგვეხმარეთ თემებში თუ შეიძლება რა რაზე გაინტერესებთ რომ ვილაპარაკოთ შემდეგ პოდკასტში, იმიტომ რომ ჩვენ ცოტა უკვე გვიჭირს თემის არჩევა და თქვენ გვითხარით რა გაინტერესებთ. არა? ხო, რა გაინტერესებთ ჩვენში რო დარჩეს, რა გაინტერესებთ, რა თემები რა განვიხილოთ, რა გავჭიროთ. ხო ხედავთ მეგობრებო რომ საზღვრები აბსოლუტურად წაშლილია ამ პოდკასტში და შეგიძლიათ რომ აი ვერი თემა დაგვიწეროთ და ამ თემას მივცხებთ აუცილებლად შემდეგ პოდკასტში თქვენთვის. ეს იყო ჩვენში დარჩეს. ხო და ესეც ჩვენში დარჩეს.